მოგზაურებმა სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში და როგორ შეფასებას აძლევენ იქ ნანახს ჩვენი კოლეგები ნახეთ სიუჟეტში. დინოზავრების ნაკვალევი და გარემო, რომელიც მნახველს 21 საუკუნიდან პირდაპირ იურულ პერიოდში აბრუნებს. სათაფლიის მღვიმე ნებისმიერი მნახველისათვის წარუშლილი და დაუვიწყარია. ბიოლოგიურ საგანძურს საკონსერვაციო შენობა ინახავს. სათაფლიის ნაკრძალი ერთი დღით სხვა მნახველებთან ერთად ჟურნალისტებს მასპინძლობდა. 10-მდე ტელეკომპანიის რეპორტიორი დინოზავრების ნაკვალევს გაჰყვა. მღვიმემდე მიმავალი საფეხოს ნოგზა კოლხური ტყითაა გარშემორტყმული. სივრცე მრავალფეროვან ბოტანიკურ ბაღს ქმნის. ისე როგორც მღვიმე და ნაკრძალი, ბაღიც თითქოს იურული პერიოდისაა და აქაც დინოზავრები გვმასპინძლობენ. ჩვენ დაახლოებით 30 მეტრში ისტორიულ ადგილს ვუახლოვდებით. აი საიდანაც მოდის ამ ნაკრძალის ისტორია, ამ ნაკრძალის სახელი სათაფლია. ეხლა ვეგეთქვით, რატომ დაერქვა ამ ადგილს მაინც და მაინც სათაფლია. საუკუნეების მანძილზე ზუსტად ეს კლდა, რომელსაც თქვენ რაოდენიმე წამში დაინახავთ. ველური ფუტკრებით იყო სავსე და თაფლის გამო დაარქვეს სათაფლია. კოლხურ ბილიკს სათაფლიის მღვიმემდე მიჰყავხარ. ეგრეთ წოდებული მიკროკლიმატის შემანარჩუნებელი კარი იღება და მნახველის წინ დაუჯერებელი სანახაობა იშლება. რეზინის ხალიჩას მიუყვებით, რომელიც ნესტიან გარემოში ფეხს დაცურების განიცავს. სათაფლიის მღვიმის მთავარ სანახაობას გიგანტური სტალაგმინი, ანუ ნაღვენითი წარმონაქმნი წარმოადგენს, რომელსაც ადამიანის გულის ფორმა აქვს. აქ სჯერათ, რომ ვინც მას ხელს შეახებს და სურვილს ჩაუთქვამს, ნატრა აუსრულდება. დაუვიწყარი სანახაობაა ისტორიული მიმოხილვის ბრწყინვალე ნიმუში. ეს გულის თამბეჭდავია, მსგავსი რამ მხოლოდ იტალიაში მაქვს ნანახი. ნაპოლიში, თუმცა ის ზომით უფრო მცირეა. აქვეა პეტრე ჭაბუკიანის საფლავიც ადამიანის, რომელმაც თვალხილული სასწაული აღმოაჩინა და სათაფლიის ნაკრძალი შექმნა. ზუსტად ამ წერტილში სრულდება ძველი და იწყება სათაფლიის ახალი ისტორია. შუშის რესტორანი, რომელიც მთის მწვერვალზეა განთავსებული, 80-მდე ტურისტს იტევს და უნიკალური შუშის პანორამული გადასახედი აქვს. შუშის აივანი ჰაერში 340 მეტრ სიმაღლეზეა გადმოკიდებული. იყო საინტერესო იმით, რომ პირველად ვიყავი ესეთი დიდი ზომის მღვიმეში და მართლა ძალიან კარგია, განსხვავებული ბუნებაა და ეხლა იწყება მე მგონი უფრო საინტერესო ნაწილი ჩვენი ექსკურსიის, იმიტომ რომ მივიდეთ პრომეთეს მღვიმეში, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი მღვიმე, იქ არის სხვადასხვა სახის ტურები და მე პირადად ყველა ძალიან მაინტერესებს ნავებით გასეირნება ამ მღვიმეში. მე ვფიქრობ, რომ მიზანი არის ძალზედ მარტივი, ის რომ მედიამ მოყვეს თავისთავაზილების შესახებ. რათა ძალიან ცოტა ადგილი დარჩეს იმისთვის, რომ რაღაც სისულელების ტირაჟირება არ მოხდეს. იმის მსგავსი მაგალითად, რომ დინოზავრის ნაკვალევი აღარ არსებობს და ხელოვნურად ამოუთხარეთ იქ ვიღაცაებმა და ის რომ რაიმე ისეთი ცუდი ხდება რომელიმე მღვიმეში. ტურისტების და არის ძალიან დიდი რაოდენობით და ეს ყოველდღე არის დასაწყისი. საოცრებების სერიის დასასრული ყველაზე დიდი პრომეთეს მღვიმის მონახულება იყო. მისი სიგრძე 1200 მეტრია და 5 დარბაზს მოიცავს. სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ეკოტურიზმის განვითარებისთვის და ზუსტად ამ მიზნით მოეწყო დღევანდელი პრეს-ტური, სადაც წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია თუ რა ტურისტული ინფრასტრუქტურაა განვითარებული და ასევე რა ტურისტული სერვისებია დანერგილი. ასევე ის თუ რა ახალი სერვისები დაემატა 2012 წელში, ასე რომ მნიშვნელოვანია რომ ეს ინფორმაცია, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის. იურული პერიოდის სივრციდან ნავით გასვლა ექსტრემალური და დასამახსოვრებელი სანახაობაა. 12 წუთიანი მარშრუტი მალე სრულდება.